თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა. ინტერნეტის ეპოქაში, სადაც უკვე პრაქტიკულად შეუძლებელია მის გარეშე რაიმეს კეთება, ინტერნეტს ლანძღავს 21 საუკუნის ადამიანი. ინტერნეტი არის დამღუპელი, დაპოსტა ერთმა ზერმეტად გამოქლიებულმა ბიჭმა Facebook-ში. და ამ ყველაფრისათვის იცით რას იყენებს? ცხადია ინტერნეტს. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. თქვენ გვისმენთ რადიო ძველი ქალაქის ეთერში FM 107.9. გამარჯობა. მინდა გადაცემის თავშივე უპასუხო იმ გამოქლიებულ ბიჭს. ინტერნეტი თუ სატანისტურ დამღუპელია, რომ დაახვიო საერთოდ ინტერნეტიდან არ გინდა? თუ ჩვენ უნდა დაგიჯეროთ და შენ განაგზო შემდეგ არ ხეინათ პოსტვა, რომლისთვისაც ახლა 4G-ს ხოლო შემდეგ მშვენივრად 5G ინტერნეტს გამოიყენებ. ვისაც ჩემი წინაკვირის გადაცემა აქვს მოსმენილი, გახსოვთ ალბათ მეზობლის ქალზე რომ ყვებოდი. ლობიო რომ ჩაადგა და 2 დღე არ მოხარშულა, რას გვიკეთებს ეს ილონ მასკიო. დღეს დილით გამომიტყდა, არ ყოფილა ინტერნეტის ბრალიო. ლობიო კარგად რომ მოიხარშოს, წინა დღით უნდა დაალბო თურმე და მეორე დღე ჩაადგაო. მოკლედ გადავჭით. ახლა მიუბრუნდეთ 5G-ს თემას. თურმეო, ახალი ინტერნეტი რომ შემოვა, ყველა გავწყდებითო, მთელი კაცობრიობაო. რას ფიქრობ, იცით? კაი, თქვა დავიჯერე ეს სისულელე. კი, მაგრამ რატომ უნდა გავწყდეთ? რა დავაშავეთ? თუ იმისათვის აყენებენ 5G-ს, თუ რაც არის, ხალხი უნდა გაწყვიტონ, მაშინ ვისთვის აყენებენ? ვისთვის აკეთებენ? ან თავად ის ხალხი, ვინც ამას აკეთებს, ხალხი არ არის? თუნდაც მთავრობის ხალხი, რობოტები არიან, ადამიანები არ არიან? მათ არავნებთ? ნუ ლოგიკა და აზროვნება აქვთ ზერო. ინტერნეტის ეპოქაში რომ ასე აზროვნებენ, ინკვიზიციები და კოცონზე დაწვევი რაღად გვიკვირს. მასკის, მასკარადის ფოტოების ქვეშ მოამინეების სასტავი ლოცულობდა. იწყება ჩვენი გაკონტროლებაო. კაი, ყველაფერი გავიგე, მაგრამ რატო უნდა გამაკონტროლონ? რაც მე ამ დრომდე ისედაც არ მაკონტროლებდნენ, რაში გამაკონტროლებენ? სახში მაცივრის კარებს ანეჯერ გამოვაღებ, ან საუთოო მაგიდას გაშლა აკეცვაში რო ეხმარები ჩემს ცოლს, იმას გამიკონტროლებენ? რა ჩემ ფეხებად უნდათ ამიხსენით? მართლა ამიხსენით, თქო ძალიან არ დამიძაბოთ. თან ეს ერთი კატეგორიის ხალხი რატო ხართ ისეთები, ყველაფერი რო იცით? ან სად ნახულობთ ამ ლინკებს, ერთიანად რომ გვიგზავნით? რამე საერთო ჩატი გაქვთ თუ მესიჯ ბოქსი? თან სოს სწრაფად გავრცელეთო რომ გწერთ, ნელა რომ გავაზიარო და გავარცელო არა? მოკლედ, დღეს იმის მტკიცება რომ ინტერნეტი გულპავს, იმაზე მეტად საშიში სიმპტომია, ვიდრე ციციკორეს აქციელი. მაგრამ ციციკორეს მსგავსად, რამდენიც არ უნდა ილაპარაკოთ, მატარებელი მაინც მოვა სოფელში. მით უმეტეს ახლა, როცა ძალიან ცოტა მხარდამჭერი გყავთ. ციციკორეს მთელი სოფელი უსმენდა, გარდა 2-3 პროგრესული კაცისა, მაგრამ მატარებელი მაინც მოვიდა და მოიტანა ცივილიზაცია. დღეს კი ძალიან სასაცილოები ხართ, ძალიან ცოტა და თანამედროვე ციციკორეები, რომლებიც ჩვენს თვალწინ ხართ და განწირულები. მართლა ვინა ხართ, რა სასტავი ხართ, რომელი მეფე ერეკლე თქვენ ხართ, ან მსახური მისი, რატო ნერვიულობთ მთელი მსოფლიოს მაგია, რატო? თან განსაკუთრებით ის ხალხი, პურს ხაფანგინა რომ ჭამთ, წადით ბიძია საქმეს მიხედეთ, გამოაღეთ დარაბები, გარეთ 21 საუკუნია. ანდა თუ მიდიხართ, წადით, სად გიშვებთ, სად და წინ გამოქვაბულისკენ. იქ ილონ მასკი ვერ მოგაგნებთ. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. შევხვდებით ერთმანეთს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა.